ქუთაისში ბევრი საინტერესო ადგილია, სადაც შეიძლება მეგობრული შეხვედრებისთვის პოვოს სულიერი სავანე. ვფიქრობ, სწორედ ბაღის კიდეა ასეთი შეხვედრების ადგილი. მეც გადავწყვიტე, უნიჭერეს შემოქმედს, მხატვარს, პოეტს, მუსიკოსს, კარგ ქართველსა და ღირსეულ მოქალაქეს, ბატონ კახა ცხვარაძეს, სწორედ ქალაქის განახლებულ ბულვარში შევხვედროდი. იმ ერთი ლექსისთვის, რომელიც პროექტად ვაქციე და შემოქმედებითი საზოგადოება მზის თეატრი, არც კი ვიცი უკვე მე რამდენი პოეტს მასპინძლობს, სწორედ ერთი ლექსისთვის და თქვენთან შესახვედრად. ვიდრე ჩემს ძვირფას სტუმარ პოეტს გავესაუბრები, მანამდე მინდა კახა ცხვარაძის მცირე ფოტოცვენა მოვაწყო თქვენთვის. გახსოვს გიქრებდიებს, გწავით გიგნევდით მაშინ, სიო არ ხელდასვიებს, რა კარგი ხავ მაშინ, რა კარგი ხავ მაშინ, ერთად ვიხავით როცა, ლურჯი იებით ხელში, ძამძამეს ხრიდი მორცხვარ, რა კარგი ხავ მაშინ, ერთად ვიხავით როცა, ლურჯი იებით ხელში, ძამძამეს ხრიდი მორცხვარ. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით. მე ხლა ქუთაისში მაქვს კიდევ ერთი ჩაწერა მზის თეატრის ეგიდით, სადაც მინდა ერთი ლექსისთვის შევხვდეთ ძალიან კარგ პიროვნებას, მრავალმხრივ შემოქმედს, ვიტყოდი პოეტს, მხატვარს, მუსიკოსს და მოკლედ ძალიან ნიჭიერ ადამიანს ბატონ კახა ცხვარაძეს, რომელიც ძალიან მინდა რომ ჩემმა აუდიტორიამაც გაიცნოთ. დღეს იგი ქუთაისს სტუმრობს და აბა წავიდეთ, გავიცნოთ ერთად ბატონი კახა ცხვარაძე. მოგესალმებით ბატონო კახა. კეთილი იყოს თქვენი სტუმრობა ქუთაისში და ამ პროექტში, რომელსაც ქვია პროექტი ერთი ლექსისთვის. სინამდვილეში თქვენ მრავალმხრივი შემოქმედი ხართ, მაგრამ მე მაინც ერთი ლექსისთვის მოვედი თქვენთან. დიდი მადლობა რომ ჩამობრძანდით რუსთავიდან. ძალიან მიხარია რომ დღეს ჩვენი სტუმარი ხართ პროექტში ერთი ლექსისთვის და მე ვიცი რომ ბევრი რამ გაკავშირებთ ქუთაისთან და მოდი ცოტა ამ თემაზეც ვისაუბროთ. მოკლედ გამარჯობა ნათია, მადლობა თქვენ რომ მომიწვიეთ ესეთ ლამაზ პროექტში და გადაცემაში. გაიხარე, კარგი ადამიანი ხართ, მოგესალმები ამ პროექტს და ორი სიტყვით მეც ვიტყვი ასეთ რამეს, რომ მე ქუთაისში დავიბადე, მაგრამ მე წყალტუბოში გადავედი საცხოვრებლად, იქ გავიზარდი, იქ დავამთავრე საშუალო სკოლა. იქ ავიდგი ფეხი, იქ მოღვაწეობდი თეატრშიც, ბატონ ოდიასთან, თეატრალურ სალონში და იქ დაიწყო მოკლედ ჩემი ფესვები, სადაც დიდი შემოქმედებითი აღმასვლა დაიწყო. შემდეგ წავედი რუსთავში საცხოვრებლად, რა თქმა უნდა იქ მოღვაწეობ, ხატავ, წერ, წიგნიც გამოვეცი ახლა, მადლობა ღმერთს და შემოქმედებითი ცხოვრებით ცხოვრობ. რაც შეეხება ლექსს, რომელიც ეს უნდა წარმოვთქვა, ეს არის ლექსი ქუთაისზე და დავწერე სიმღერაც, მუსიკაც და ძალიან მიხარია, ბედნიერი ვარ ამ მუსიკით და ამ ლექსით და ეხლაც შეიძლება ესეთი რამე გაკეთდეს, ეს საგუნდო მუსიკა არის, რომელსაც ძალიან დიდი ლამაზი ჟღერადობა აქვს, მოკლედ და მე ამას თუ გააჟღერებს რომელიმე გუნდი, საბავშვო იქნება თუ დიდი გუნდი არ აქვს მნიშვნელობა, ძალიან ბედნიერი ვიქნები. ბევრ რამეს ვაკავშირებ ახლა ერთმანეთთან, ქუთაისზე კითხულობთ ლექსს და ქუთაისში გვაქვს ჩაწერა. მე ის რომ მუსიკალურია უკვე ეს ლექსი და მელოდია შექმნილი და არაჩვეულებრივი სიმღერა და ანუ ამიტომ ტყუილად არ შემირჩევია რომ ოპერის წინ წერთ ახლა ჩვენ ფალიაშვილის ძეგლთან ამ ლექსს და არაფერი არ ხდება, მადლობა ღმერთს. დიახ. ეს ლექსი რო დავწერე, თვითონ წამოვიდა მუსიკაც, აი თვითონ დაიწერა მუსიკაც და მართლაც აი საინტერესო ეგ იყო რომ რატო ქუთაისზე მანდამაინც ერთი. კარგით, აბა შემოგთავაზეთ თქვენი ერთი ლექსი ამ პროექტისთვის. იმერეთის ნიავი დატრიალებს ქუთაისს. თეთრი ქვების სიმშვენე დაკიაფობს სიამით, მოგუგუნებს მთებიდან ეს დგაფუნა რიონი. ჯაჭვის ხიძეულად დგარა გალაქტიონი. გორის წვერზე ბაგრატის სალოცავი დაუდგამ,
მაგრატიდან გელათი მოსჩანს გალაღებულად მოწამეთა სტუმრობა სამოთხეა მიწაზე ჩემს იმერეთს ვადარებ წალკოც დედამიწაზე ძალიან დიდი მადლობა მიიღეთ ჩემი აპლოდისმენტები ერთი ადამიანიდან მე მინდა ახლა თქვენთან მხატვრობაზეც ვისაუბრო რამდენიმე სიტყვით როდის დაიწყო ეს მომენტი თქვენში თუ ბავშვობიდან ხატავთ თუ როდის იყო ბავშვობიდან არ ხატავ ნათია მე დავიწყე 2008 წლის მერე ომის მერე დავიწყე ხატვა და ეს ხატვა იმდენად შემოქმედებითი იყო ნამდვილად აი მე არ ვიცოდი ახლა რას ხატავდი ნამდვილად არ ვიყავი ჩახედული ასე ხმად მაგრამ ერთმა სერიოზულმა მხატვარმა რომ ნახა ეს ნახატები მე დაინტერესდა თვითონაც და შემოთავაზა პირველი გამოფენა რუსთავის მუზეუმში მე პერსონალური გამოფენები ჯგუფური გამოფენები იმის მერე არ გავჩერებულა სულ ხატავ ყვავილებს ხატავ პეიზაჟებს ხატავ ყველა თითქმის გაჩუქებულია ყველა თითქმის გაყიდულია მაგრატის ტაძარი რომელიც ეხლა ჩემახლობეს ვაჩუქე ულამაზეს მაგრატის ტაძარი დავხატე ამ ბოლოს და თითქოს ეკლესიებსაც ხატავ და ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ და აი არ არის ადამიანი არ არის პიროვნება რომ აი მაგალითად არ შეაფასოს დადებითად ყველას მოსწონს და მე ბედნიერი მეც ძალიან მომწონს და მიტო გავამახვილე ამ თემაზე ყურადღება არაჩვეულებრივ პეიზაჟებს ვაწყდები თქვენს მიერ შესრულებულ სოციალურ ქსელში და თქვენ როგორც პიროვნება ძალიან კეთილშობილი ადამიანი ხართ და ეს კეთილშობილება რაღაცნაირად თქვენს ფერებშიც აღინიშნება და საერთოდ ხასიათით ემგვანება შემოქმედება ავტორს ზოგადად და აი ლექსების წერა როდის დაიწყეთ? ლექსების წერაც სიმართლე გითხრათ ახლა მე რომ მუშაობდი თეატრში ახლა თეატრში მსახიობად არ მუშაობდი მაგრამ დაცვის სამსახური არის ესეთი თეატრი უნდა დაიცვა და თელი ღამე იყო ესეთი მომენტი რომ აი თითქოს სიჩუმე იყო თითქოს რაღაცა გარინდული იყო და მაგ დროს წერდი მუსიკასაც მაგ დროს წერდი ლექსსაც და დაიწყო აქედან და დაიწყო ესე იგი რამოდენ ერთ წელიწადში დავწერე ეს ლექსი რაც გამოვაქვეყნე და ეხლა მართლა სასწაულია ეხლა მე ვერ ვწერ ლექსი იმიტომ რომ არა ვარ ეთყობა იმ გარემოში სადაც უნდა ვიყო და მაშინ ვიყავი იმ გარემოში და იმ მუზასთან რაღაცა ახლოს ვიყავი და წერდი ამ ლექსებს ღამე და მე სიმღერებიც მეწერებოდა და უკრავდი თელი ხან მოკლედ დაკვრაც არ ვიცი თეატრი შემოქმედების მექა ასე რომ ვთქვათ და აუცილებლად მუზები იქ ტრიალებენ და გარემოც ისეთი ხატიცაც ხატავდი მე ძირითადად ხან ხატავ ხან წერ ხან მუსიკას ვქნი და აი ასე შემოქმედებით ცხოვრების ხოლმე ძალიან დიდი მადლობა მადლობა უფალს რომ კიდევ ერთხელ შევხვდით ერთმანეთს და ესე იგი შესაძლებლობა მომეცა რომ ამ პროექტში ერთი ლექსისთვის თქვენ ყოფილიყავით ჩემი სტუმარი მე ახლა თქვენთან ერთ სამახსოვრო სელფსაც გადავიღებ მადლობა